ყველაზე რთული პაციენტები ასტროფსიქოლოგის. Შემიძლია გამოყო ასტროფსიქოლოგისთვის, ფსიქოლოგისთვის ყველაზე რთული კლიენტები, რომლებიც მაქსიმალურად ეწინააღმდეგებიან აი ამ წინსვლას ტრანსფორმაციის პროცესს ზოგადად. ხშირ შემთხვევაში ეს არის, რა თქმა უნდა, ერთადერთი მაჩვენებელი, ეს არის უფრო მეტად, რომელსაც მე გამოვყოფ. მე-12 სახლში თუ დგას ან ქალწული, ან მორიელი, ან თევზები და შესაძლოა იგივენაირად რთული არის კირჩხი. ქალწულის შემთხვევაში თუ მე-12 სახლში დგას ქალწული, ესეთი ადამიანი ჭკვიანი არის, ლოგიკური არის, ყველაფერს ხვდება, რასაც ეუბნები, კონკრეტულ ასპექტებს აანალიზებს, კი მოყვება, ყველანაირად დეტალების ანალიზში ხვდება საკუთარ მინუსებსაც აანალიზებს, მაგრამ რომ შეკრიბოს სინთეზი გააკეთოს ამ კონკრეტული ინფორმაციის და მივიდეს კონკრეტულ დასკვნამდე უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეტალი იცის, შეკრა სინთეზი ძალიან უჭირს. შესაბამისად, ამის გამო ეს არის ძალიან რთული პაციენტი, ესე ვთქვათ, არ ვიცი პაციენტი რამდენად მისაღებია ესეთ შემთხვევაში, კლიენტი ვთქვათ. თუ იქნება მე-12 სახლში მორიელი, ეს ადამიანს არ უნდა შეცვლა. ესეთი ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ შეიცვალოს, ეწინააღმდეგება ყველანაირ ცვლილებებს. შესაბამისად, ამ ადამიანს მოსწონს თავისი მინუსიც. ანუ ამ ადამიანისთვის არ არის კატასტროფა არც ერთი მინუსი, რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა ანახო, რომ ეს ესეა, რაღაცა პრობლემა გაქვს, აღიარებს, მაგრამ შეცვლა არ უნდა. შეცვლა არ უნდა. არ თulis რომ ეს ყველაფერი ცუდი არის მისთვის. ძალიან რთული არის, რომ ეს ადამიანს ესმის, მოყვება, ყველაფერი ესმის, გასაგებია, მაგრამ არ უნდა შეცვლა. ვერ ხედავს ამაში ვერაფერს კატასტროფას, რომ დარჩეს ისეთი როგორიც არის. რაც შეეხება თევზებს, თევზებს აქვს საოცარი უნარი მოატყუოს საკუთარი თავი. საოცარი უნარი მოატყუოს თვითონ ასტროფსიქოლოგიც, იმიტომ რომ როდესაც ეუბნები და გგონია რომ მოყვება ყველაფერი იცის, ხვდება ყველაფერს, რაც შენ უთხარი და რეალურად ატყუებს საკუთარ თავს მაქსიმალურად. ვიმუშავებ ამ ყველაფერს. არ იმუშავებს. იგივენაირად რომ კი მაქვს ეს ნეგატიური, ატყუებს საკუთარ თავს. შეიძლება, არ თვლიდეს რომ აქვს, მაგრამ გეტყვის რომ აქვს. კი, რომ მარტივად მოსჩეს ეს ყველაფერი. რომ არ ჩაუღრმავდეს მაქსიმალურად. მოატყუებს საკუთარ თავს, როდესაც ეტყვი რომ ეს ნეგატიური ასპექტი გაქვს, იტყვის რომ არ მაქვს. გამორიცხავს. არ აქვს. ძალიან მარტივად ატყუებს საკუთარ თავს. ძალიან მარტივად იგივენაირად ატყუებს სხვებს, მაგრამ ეს არ არის, ესე ვთქვათ, ტყუილი როგორც ესეთი დაგეგმილი. ეს არის ქვეცნობიერი. კირჩხიბის შემთხვევაში უფრო სხვა სიტუაციაა, როდესაც კირჩხიბი არის მე-12-ში, ამ ადამიანს ფარი აქვს. ყოველთვის რაღაც კონკრეტული იმის შირმის უკან იმალება და ყველაფერს უფრთხის, ყველაფრის მიღება, ეჭვის თვალით უყურებს ყველაფერს, რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა აუხსნა, განახო, თავს იცავს მაქსიმალურად, რომ მისი ნეგატიური თვისებები არ უნდა თვითონაც რომ დაინახოს.